კახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევა კახეთის პროკურატურასთან თანამშრომლობით გამოავლინა. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2500 კოლოფი ვინსტონი, 2000 კოლოფი კენტი, 2500 კოლოფი მალბორო და 7500 კოლოფი სობრანიე, ჯამში 14500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულებას შეადგენს 125100 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.